ჩვენი აქციის მიზანი არის კავკასიელებისათვის სოლიდარობის გამოცხადება. დავიშალოთ რა. ეს არის მდუმარი აქცია, რომელიცაც ჩვენ გვინდა კავკასიაში მშვიდობა, გვინდა რომ შეწყდეს ის ნაცისტური გამოსვლები, რომელიც ჩვენს წინააღმდეგაა მიმართული კერძოდ რუსეთში და გვინდა რომ მათ ისევე მოექცნენ როგორც ჩვეულებრივ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ და არ იყოს ეთნიკური ნიშნით განსხვავება. და ეს კონკრეტული აქცია დაკავშირებულია ბოლო მოვლენებთან, რომელიც რუსეთში მიმდინარეობს ეს დღეებია და იმ ტერორთან, რომელიც მართლაც ძალიან წარედ აწევს დღეს. დაჭერილი არის უდიდესი რაოდენობის ხალხი, რომელსაც ბევრი უბრალოდ პროფილაქტიკას ეძახის ბევრი რუსი ჟურნალისტი, იმიტომ რომ არ მოხდეს არანაირი არეულობა და ამ შემთხვევაში, როცა კავკასიელი ეროვნების წარმომადგენლებს იჭერენ, რუსი ეროვნების წარმომადგენლებს მალევე ათავისუფლებენ დაჭერის შემდგომ. გაეროსობისგან რატომ შეიკრიბეთ? იმიტომ შევიკრიბეთ, რომ გაეროს ვთხოვოთ დახმარება ამ საკითხში, რომ გაეროს ვთხოვოთ მიმართოს რუსეთის ხელისუფლებას, მიმართოს და ყოველ შემთხვევაში გამოიძიოს ის რაც ხდება რუსეთში და ადეკვატური რეაქცია იქონიოს ამ საკითხთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს რომ დაგვეხმარება, იმიტომ რომ ეს გაეროს პირდაპირ ვალდებულება არის ადამიანებზე ზრუნვა და ასე რომ ჩვენი მიზანი არის დღეს სოლიდარობა გამოუცხადოთ კავკასიელებს, მთლიანად ჩრდილოეთ კავკასიას, ზოგადად კავკასიას, იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა ბოლოდროინდელი მოვლენები მოსკოვში, უკანონობა, ესეთი დარბევა ხალხის, რასაც ხედავდით სიტუაცია, სპეციალურ პროვოკაციების მოწყობა, რაზეც ეგებოდნენ ეს კავკასიელები ჩვენები და აქედან გამომდინარე აპატიმრებდნენ არა თავიანთ პროვოკატორებს, არამედ ჩვენ უდანაშაულო კავკასიელებს. თან ესეთი ლოზუნგები, Россия для Кавказ, Россия для русских. კავკასიელებს ხარდასაჭერად ზოგადად მოვაწყეთ ეს. ამისთვის ამოვარჩიეთ რატომღაც აი სამაი. გაეროს შენობა გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია და კონკრეტულად ამ საკითხებზე არის მიმართული მისი მუშაობა, ადამიანის უფლებების დაცვა და ასე შემდეგ. ჩვენ ახალგაზრდა კავკასიელებს გვაქვს კონტაქტები და ყველაზე სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ ისინი არიან, ასე ვთქვათ, ინფორმაციულ ვაკუუმში, ერთის მხრივ და მეორე მხრივ მომენტიც არის, რომ არის თვითონ ხელისუფლების მხრიდან არის ტერორი რომ არის, აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, თავისუფლად ვერ არიან თავისი ადამიანის აზრის გამოხატვაში. George, monsieur რუსები გვეუბნებიან, რომ კავკასიელები გაუგრძელდათ სტუმრობა მოსკოვში, აქეთ ვეუბნებით რუსეთს, რომ მათ გაუგრძელდათ სტუმრობა კავკასიაში. თუ ასე ძალიან სურთ, რომ სტუმრებმა დატოვონ მოსკოვი, ჯერ თვითონ დატოვონ რეგიონი. 500 წელია, რაც რუსეთი შემოვიდა კავკასიაში. იმ დროიდან კავკასიამ დაკარგა მნიშვნელობა იმ სიტყვისა, რასაც ქვია მშვიდობა. თუ ისინი ეძებენ მშვიდობას და თუ სურთ, რომ კავკასიაში იყოს მშვიდობა, პირველ რიგში ამ ქვეყანამ უნდა დატოვოს ეს მხარე და ბოდიში მოუხადოს ყველა კავკასიელებს, რაც ამ 500 წლის მანძილზე გაუკეთეს. პირველ რიგში ეს ეხება მუჰაჯირობას, გადასახლებას, ომებს, სიკვდილს. რაც ეს მხოლოდ კრემლის სისხლზე ასხამდა წყალს და არა კავკასიელების, როგორც ისინი ამას იძახიან. და ან გაეროსოფისთან რატომ მოხვედით? გაეროსოფისთან პირველ რიგში, იმიტომ რომ ეს არის გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, რომლის ერთ-ერთი მთავარი წესდება დაიცვას ყველა ნაციონალის, ყველა ხალხის ინტერესი. ეს პირველ რიგში ეხება კავკასიელებს, რომელთა ინტერესი ყოველდღე
ირღვევა რუსი ნაციონალების მიერ. ამასთან რუსეთი არის ერთ-ერთი წევრი გაეროს საბჭოსი და პირველ რიგში მაგალითად გაითვალისწინოს ეს. თუ იგი არის გაეროს წევრი, ბოლომდე შეასრულოს თავისი გაეროს კონვენციები და დაიცვას ყველა ერის უფლება, მით უმეტეს მის ქვეყანაში მცხოვრები უმცირესობების. და ანუ ვინმე საქართველოს გაეროს თბილისის წარმომადგენლობიდან შეხვდათ ახლა ამ აქციაზე, ანუ რა ფორმით აპირებთ რომ ხმა მიაწვდოთ უფრო მეტად, ანუ პირისპირ შეხვდათ. უფრო შევიკრიბებით მაქსიმალურად შევეცდებით ინტერნეტშიც გავავრცელოთ ჩვენი ხმა, ყველანაირად მივაწვდით. უფრო რა თქმა უნდა გაიზრდება ეს არის მხოლოდ მცირე დასაწყისი ამ ყველაფერს. ტიმური. იუნდაი შეგვიძლია ბიჭო, მოვაკეთებ შეგელაპარაკე იმის მაშინ ჩამოვაჭარ. აი მე ხომ ერთად დააწერე მომის